განაჩენამდე 7 დღით ადრე ჯანგველაძის საქმის დასკვნით ხდომაზე პროკურატურამ დანაშაულის დამკვეთთან დაკავშირებით ვერსია კიდევ ერთხელ შეცვალა. საქმის პროკურორმა ლევან ვეფხოძემ მკვლობის შემკვეთად წარსულში მოსკოვში მოკული კრიმინალური ავტორიტეტის დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი დაასახელა. მართალია ბრაუნდებელს ვერსიის გასამყარებლად მხოლოდ გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილის ანონიმური წყაროსგან მიღებული პატაკი აქვს. თუმცა ის სასამართლოსგან განაჩენში დანაშაულის დამკვეთად სწორედ უსოიანის დასახელებას ითხოვს. გასაოცარი ამ ამბავში ისაა, რომ თავად ირაკლი უსოიანს საქმეში არანაირი სტატუსი არ აქვს და ის გამოკითხულიც კი არასდროს ყოფილა. უსოიანმა გამოიყენა ამ შემთხვევაში ის შანსი, რომ ფარცხალაძე მიქაძეებს დაპირისპირება ჰქონდა და შეკვეთით და ანგარებით განხორციელდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. თან დაკავშირებითაც ხარით ის არის მთავარი დამკვეთი, თუმცა არც ერთი საგამოძიებო მოქმედება მის მიმართ არ ჩატარებულა, როგორ ხსნის სახელმწიფო ბრალდება ამას, თუ კი პირი მთავარი დამკვეთი არის და შუარგოლის დამკვეთები, მაგალითად, ბრალდებულები არიან ამ საქმეზე, რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა ირაკლი უსოიანით? საკამაოდ მოცულობითი საქმეა და ძალიან ბევრი საქმე არის გამოყოფილი ამ საქმიდან. ნაწილზე უკვე დადგენილია განაჩენები, ნაწილი მიმდინარეა და შესაბამისად ველოდებით განაჩენის დაყენება. უსოიანით რატომ არ ინტერესდება გამოძიება, რატომ არ აღიძრა მინიმუმ მის წინააღმდეგ საქმე? საჭიროებიდან გამომდინარე, საქმის მოცულობიდან და თავისებურებიდან გამომდინარე ჩატარდება ყველა შესაბამის საგამოძიებო. ბრალდების მხარის პოზიციით გააუცებას ვერ მალავენ საქმეში მონაწილე ადვოკატები. მათი შეფასებით ვითარება წარმოუდგენლად აბსურდულია, რადგან შეუძლებელია სასამართლოს განაჩენში დანაშაულის მთავარ მოქმედ პირად დასახელდეს პირი, რომელსაც ბრალდებული სტატუსი არ აქვს და მის მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. როცა პროკურატურა ამბობს, რომ უსოიანი არის დამკვეთი, ეს არის უკვე ამ დროს რაღაც საპროცესო მოქმედება მაინც უნდა იყოს განხორციელებული იმ შემთხვევაში, თუ ამის გამოყენება გინდა მტკიცებულებად მიქაძეების წინააღმდეგ. არავითარი სამართლებრივი რეაგირება არ არის, არათუ ბრალი არ აქვს აყენებული, არათუ რა ქვია, დაკითხულიც არ არის, რაიმე დაინტერესებაც არ არის. შეფასებითი მომენტიც კი არ შეიძლება ამ დროს იქნეს შემოწმებული მისი სინამდვილე, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ არის და ეხა სასამართლოს თხოვს პროკურატურა, რომ განაჩენი ჩაწეროს ირაკლი უსოიანი როგორც დამკვეთი, რომლის მიმართაც საერთოდ არაფერი არ არის. ბრალდების მხარე მთავარ დამკვეთად ასახელებს უსოიანების ოჯახის წევრს ირაკლი უსოიანს. თუ კი ირაკლი უსოიანი სახელდება მთავარ დამკვეთად, მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ერთხელ არ არის რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული კონკრეტულად ირაკლი უსოიანთან მიმართებაში? სასამართლოში თუ კი მოსამართლემ განაჩენი უნდა დაადგინოს შეკვეთით მკვლელობისთვის და მთავარ შემკვეთად სახელდება ირაკლი უსოიანზე გამოძიებაც კი არ არის დაწყებული და მაგ შემთხვევაში რითი აპირებს სასამართლო დაასაბუთოს და მთავარ დამკვეთად დაასახელოს. გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურორის მიერ განაჩენის ზღვარზე დასახელებულ ახალ ვერსიას. ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.